სრული ეროვნული დიქტატურა. სრული ეროვნული დიქტატურა. ნუ არ შეგვეხმიანოს ლიბერალურად და ესე რაღაც რბილი პოზიციით მოაზროვნე ხალხი. ნუ გწერთ პირდაპირ გეუბნებით. ქართველებმა უნდა დავდგეთ ერთად შემოგვეხმიანეთ კაცები. კაცებმა მოგწერეთ. და ადამიანებმა და ვაჟკაცებმა. ქალი იქნება ის თუ კაცი იქნება არ აქვს მნიშვნელობა. სამშობლო ვისაც უყვარს და ვინც ეროვნული დიქტატურის მომხრეა, ეროვნული მართვითის სისტემა, იმიტომ რომ სამშობლო ჩამოგვექცა, ერი ჩამოგვექცა და გვამხეს ყველაფერი თავზე. შეგვეხმიანონ ისეთი ხალხი, ვაჟკაცები. სხვა არ გჭირდება. ვაჟკაცი თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას, სხვა უღირსები მიყიდული არიან, ზოგი ხაზარაძე, ზოგი იმას და ასეთ ხალხს. რითაც ქართული საქმე არ გაკეთდება და ვერც გაკეთდება და არც არასოდეს გაკეთდება. არც არასოდეს გაკეთდება. ყველაფერი ძირ გამომპალია მთელი სისტემა, ქართული სისტემა არის მთლიანად გამომპალი. მე მართლობითი სისტემაზე მაქვს ლაპარაკი აქ. ქართულად არ იმართება ეს ქვეყანა. არ იმართება ეს ქვეყანა, ხო ხედავთ. პირდაპირ მიდის ქართველზე დარტყმა. ჩვენ ვამბობთ ეროვნული დიქტატურა, ქართული მართლობა, ეროვნული დიქტატურა. შემოგვეხმიანეთ ისეთი ხალხი, სხვამ არც იფიქროს შემოხმიანება. რბილი პოლიტიკა და რაღაცა მკაცრი რაღაცები თუ არ მოწონს ვიღაც ვინმეს, ჩვენთან მაგათი ასეთი ხალხის ადგილი არ არის. სირაქლემის მოაზროვნე ხალხის ადგილი ჩვენთან არ არის. ჩვენ ვართ ძირძველი წინაპრების ქართველები, სულით ქართველები და ვეუბნებით სულით, ვისაც გააჩნია ქართული სული, მოდით და ერთად ვიბრძოლოთ, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენი სამშობლო დავიხსნათ. ამ მოღალატეებისგან, ამ გამყიდველებისგან, ამ მონადმფლობელებისგან. გადით, შედით საჯარო რეჟში, გადაამოწმეთ თქვენით, გადაამოწმეთ. კიდევ ეხლა მე მინდა ღიად შევეხო ამას. კიდევ კარგი, ეხლა ამაზე კვლევა მქონდა მე, კიდევ კარგი ეკლესია. საქვს ეკლესია, საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის შემოგარენში ძალიან რამოდენიმე ნაკრძალებზე რამოდენიმე მიწა. თუ არა ესეც გაყიდული ექნებოდათ. კიდე ჩვენი ეკლესია იკავებს ამას. და ვერ ეკარებიან ამას. ვერ ეკარებიან. ბორჯომში და ასე სადაც მარნეულში და სხვადასხვა ადგილებში სასაზღვრო ზოლებში ეკლესია პატრონობს კიდე კარგი. თუ არა ესეც მიყიდული იქნებოდა ყველაფერი. მთელი საქართველო გაყიდულია, ხალხო. გონიერება გამოიჩინეთ, შედით საჯარო რეესში, კაცო, ყველამ კომპიუტერი იცის, ყველამ ტექნოლოგია ესმის რაღაც რა. გადაამოწმეთ მთელი მიწები, არაფერი აღარა ქართველი ჩვენ ხელში. რას უყურებთ, აბა მითხარი. ხაზარაძე რო გამოვა, გეუბნება იმას, რა ქვია. 1000 ლარზე ავწევო ხელფასო, რით აწევს 1000 ლარზე ხელფასს? რამეს პირდება საწარმოებს გახსნის აქ. საწარმოებს გახსნის, გაყიდულ ხესებს და სიმდიდრე დაქონება, რომელიც გაასხვისეს. სააკაშვილის დროს, ნაცების დროს, დღემდე სხვისდება. ამას დაგიბრუნებს თუ რით აგიწევს? 1000 ლარიან პენსიას რით გაუხდის ხალხს? ეს ხო სიცრუეა. ამას ეროვნული მართლობის გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ ეროვნული მართლობა არის ის სისტემა, რომელიც გასხვისებული მიწები დაბრუნდება ავტომატურად. არის საფუძვლები სამართლებრივი და იურიდიული საფუძვლები, რითაც შესაძლოა დაბრუნდეს ყველა გასხვისებული ქონება. მე ვკითხულობ, დაუთმოთ, მაშინ ვაჩუქოთ, კაცო. ვაჩუქოთ ამათ. დაამთავრდა ქართველის ადგილი აქ აღარ იქნება. აღარ იქნება ამ ქვეყანაში ქართველის ადგილი. ტექნიკურად დაპყრობა ქვია ამას, ალყაში ვართ, მთლიანად როგორ უნდა მივხვდეთ. აქ გართობა მიმდინარეობს, აგერ ართობენ ხალხს.
ნარკოტიკი არის ზღვა შემოგდებული საქართველოში, რომ გაბრუებული იყოს ხალხი, რომ ანუ ვერ გააცნობიეროს რა ხდება. აქეთ მოსაწევი პლანი, ჰაშიში, აქეთ წამალი, აქეთ სათამაშო ბიზნესი, აქეთ უვალი საბანკო სისტემა, რომ ნერვიულობს ადამიანი და არ იცის, ანუ არ აინტერესებს მას არაფერი. აქეთ პრობლემა, აქეთ სახკარი დაკარგული ადამიანი, ქუჩაში გამოგდებული, რომ ბანკმა გამოვაგდო და უსახლ კარვა და იბრძვის, რომ სადმე დაბინავდეს. 350,000-მდე თუ რაღაცა მეტი კიდე გოცო 400,000-მდე უსახლ კარო გყავს და ბანკიდან გამოგდებული ხალხი გყავს. იმის გონზე არ არის არაფრის პრობლემაში არის. თვიდან თვემდე თავი ვერ გააქვს. და რა იმას დაუფიქრდება, რომ იქ მიწა ისხვისდება, ეგარ ჩინელზე, ანუ პირობითად იმაზე, რა ქვია, პაკისტანელზე? ან არაბზე? სპეციალურად ხდება, ანუ ეს პოლიტიკაა ასეთი. პრობლემაში ამყოფო ერი მაქსიმალურ პრობლემაში, იმიტომ რომ არ იფიქროს ეროვნულ განვითარებაზე. ეროვნულ განვითარებაზე არ იფიქროს და მაქსიმალურად პრობლემაში გამყოფონ და აი ეგ პრობლემა, ნახეთ. ჩამოვთვალოთ. ნარკოტიკში შედის მოსაწევი და ისა, თელისა, ანუ ნახე, სახელმწიფო სისტემაში მომუშავე ადამიანებიც რო აი მეთ არის საკავებული, ამაშია საქმე. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომები? აბა ჩაატარონ ტესტები ნარკოტიკზე, მოსაწევზე, სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებზე და ნახოთ რამდენი 80% ნარკოტიკი ამოვარდება თითქმის ყველას. რატო არ ატარებენ? ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ სპეციალურად აკეთებენ ამას გაბრუებული ხალხი უნდათ. ნახეთ, ჩამოთვალოთ, ნარკოტიკი, ჰაშიში, ანუ ესა ოპიუმი თუ რაც არის და სხვადასხვა ჯიშის ნარკოტიკი, რომელიც ახალგაზრდებს პოვს, კლუბები, რომელშიც მიზან მიმართულად ხდება მიწოდება ნარკოტიკების, საბანკო სისტემა უვალი, სათამაშო ბიზნესი, ეს პოვს ხალხს და ვეღარ ვფიქრობს ვერაფერზე. და მონათქცეული და მოსამსახურეთ ქცეული ერი. არაბებზე, პაკისტანელებზე, ინდუელებზე გათხოვილი ქართველები. აი ეს გვაქვს შედეგი. გამორფინისტებული ახალგაზრდობა და ქალები გათხოვილი ეგერ არის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ვინც მომხრე ხართ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ეროვნული მართლობა, ანუ ეროვნული დიქტატურა, შემოგვექმიანეთ. სხვა არც იფიქროს ჩვენთან დაკავშირება, კიდე ერთხელ ვიმეორებ. აქ არ უნდა იყოს რჩეული სულით ქართველები, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, როგორც ხდებოდა ისტორიულად. როგორც ხდებოდა კიდე ერთხელ ვიმეორებ ისტორიულად. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ ქართული. მხოლოდ ქართული. ქართულია ამ ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, ეროვნულია დასალაგებელი და მერია პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. რაც დაჭირდება ჩვენ ქვეყანას, იმ კურსს გავსაზღვრავთ პოლიტიკურად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი სამშობლო. აი ამაშია საქმე. გამოფხიზდით ქართველებო და მე რასაც გეუბნებით, რაც გითხარით, გადაამოწმეთ. ხო არ გეუბნებით არა, რომ მე ვლაპარაკობ ზეპირად ამას. გადაამოწმეთ. შედით და ანუ ბევრი მონაცემი არის დაბლარული. არის. ანუ მალავენ ინფორმაციებს, ბევრ ინფორმაციებს მალავენ, მაგრამ ანუ როგორც Facebook-ს ეხა ნახვებს მალავენ, ჩემსაც ანუ ერთ ვიდეოს ჰქონდა 1,500,000 მაყურებელი ქონდა ერთ ვიდეოს და აჩვენებდნენ 100,000 ნახვას. ანუ აი ესეთ რაღაცები ხდება და ამასაც ანუ იცით ინფორმაციულად მოიძებთ ყველაფერს და ყველაფერს შეხედავთ და გადაამოწმოთ. ქართული ძალაუფლება უნდა აღვადგინოთ. სხვა შემთხვევაში პრეტენზიაც არ გქონდეს მომავალში თუ ქართველი დაკარგავს აქ ყველაფერს. აბორიგენ ერში გადავა და რა თქმა უნდა არაფერი აღარ ეხება მერე ქართველს და ღირსიც იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღირსიც იქნება ყველაფრის. სლაბი, ანუ უძლური და არაფრის მაქნისი უნდა გამოისპოს და განადგუროს და მოგსპობენ კიდეც. მიმდინარეობს ეს პროცესი. ყველგან ტერი ყავს. ყველგან ტერი ყავს, ირგვლივ, ჩვენ ან მოსახაშის ვეწევით, ნარკოტიკებში ვართ გაბრუებული, ჯარი არ გვინდა გვეუბნებიან, ბანკის ვალებში ვიხრჩობით და ვართ არხეინად. და გალოთებული კიდე. ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. და კიდე ერთხელ ვიმეორებ არაბებზე და ზანგებზე და ესე იგი ინდოელებზე გათხოვილი ქალები. იმათ უჩენენ შვილებს უმრავლებენ და აი ქართველი ერი ნადგურდება სამწუხაროდ. აი ეს გვაქვს შედეგი და წამოწოლილი და გაბრუებული. პრობლემაში ჩვენ რა უშველის ამას? აი ვკითხულობ რა უშველის? ქართველი, სულით ქართველების ერთად დგომა. ქართული საქმის გაკეთება. რა არის ეს ქართული საქმე? ქართველი ერის სრული ძალაუფლება. სრული ძალაუფლება, ამას ქვია ეროვნული დიქტატურა. სწორად გაიგეთ. სრული ძალაუფლება, რომ წესრიგი მოიყვანოს ქვეყანაში. ქართული წესრიგი. კულტურული მემკვიდრეობით, ზნეობრივი მემკვიდრეობით, წინაპრული მემკვიდრეობით, ქართული ეროვნული კულტურა გააძლიეროს, ხელოვნება გააძლიეროს, მწერლობა ასე შემდეგ ყველაფერი გააძლიეროს და სოფლის მეურნეობა გააძლიეროს და ასე შემდეგ. აი ეს არის ქართული ეროვნული დიქტატურა. სწორი გაგებით. და მაღალ დონეზე დააყენოს თავისი თავი. ამას ქვია ეროვნული დიქტატურა. წარმატებას უსურებ ქართველებს, ერთად დგომას გონზე მოსვლას უსურებ ქართველებს, გონზე მოსვლას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულით ქართველნი, ვინც ხართ, სულით ქართველებს ველაპარაკები. სულიერად გაიგეთ, სულით ქართველი ვინც ხართ, შემოგვეხმიანეთ, ერთად დავდგეთ ჯიგრიანი სულით ქართველები. დაავიხსნათ ჩვენი სამშობლო. გონივრულად, ბრძნულად შეხედეთ ამას, რასაც გელაპარაკებით. ბრძნულად შეხედეთ, ბრძნულად. აზრი უნდა ამას. ღუპავენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით და ტელევიზიების მეშვეობით ყურადღება არის გადატანილი სხვადასხვა პროცესზე და ავიცდება ეროვნული პრობლემა ქართველს. ეროვნულ პრობლემას ავიწყებენ. კიდევ ერთხელ სხვადასხვა მეთოდებით. წარმატებას უსურვებ ქართველებს და გონზე მოსვლას.